თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების დავით ლომიძისა და თემურ ზასუხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმას და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან. სხდომას მხოლოდ თემურ ზასუხაშვილი ესწრებოდა, როგორც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან წაიკითხა. დავით ლომიძე სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობდა. როგორც ლომიძის ადვოკატმა თქვა, ბრალდებულისთვის ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გამო მას ექიმები დიდი ხნით ჯდომის, ასევე ხეხზე დგომის რეკომენდაციას არაძლებენ. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის 3 მოწმე, ექსპერტი და 2 გამომძიებელი დაკითხეს. ერთ-ერთი გამომძიებელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებმა მას აღიარებითი ჩვენება მისცეს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არის გაყალბებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი დაცვის ქვეშ მყოფებს იზოლატორში აღიარებითი ჩვენება არ მიუციათ. ორივემ, როგორც სასუხაშვილმა, ასევე ლომიძემ აღნიშნეს დათვალიერების დროს, რომ მასთან ყოფილი პიროვნება არის ერთი მხრივ დავით ლომიძე, ხოლო სასუხაშვილმა დავით ლომიძემ აღნიშნა, რომ მასთან მის გვერდზე ყოფილი პიროვნება არის სასუხაშვილი. უშუალოდ, როდესაც აზიანებდნენ წყლისჭალის მანქანას. რომელი მანქანა შენიშნა შესწორება აღნიშნული? არა, ბატონო პროკურორო, არც ერთ პიროვნებას, რომელიც მონაწილეობდა ხსენებულ საგუნდზე მოქმედებაში, შენიშნა შესწორება არ შეუძლია. რომ ყოფილიყო და ქონიყო ეს ფაქტს ადგილი, აუცილებლად იქნებოდა შეტანილი ჩემ თანამშრომლის მიერ. როგორც პასუხიდან აღვიქვი, თქვენი პასუხიდან თემურ ზასუხაშვილი და დავით ლომიძე ამ ვიდეო ჩანაწერზე გაიგივეთ მათი აგებულებით სახის ფორმით, სახის ვერ ნახავთ ახლა იქ და სახის ფორმითაც გავაიგივე. ეს პიროვნება ჩაცმულობითაც გავაიგივე. რაც მაცვიაოს თეთრი ხუდიო, ვარ მეოს, თქვა ზასუხაშვილმა. თეთრი ხუდი ეწვა? ხო, იმაში ჩანაწერში. აი, მოცემულობა რომ მწვანე ხუდია ამოღებული როგორ? არ ვიცი ახლა რაც ადამიანმა უთხრა, მაგას ვიუძახ. ესე არის გამოგინების გამორების ოქში. არ ვიცი რა არის ამ. დავით ლომიძე და თემურ ზასუხაშვილი 2024 წლის 1 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით ისინი ღამის საათებში თბილისში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ფარის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.